მეზობლის ბაყაყები როგორ ყიყინებენ და ჩემთან როგორი უბაყაყობა. რა უცნაურია რა. უბაყაყობის პერიოდები გვაქვს. გადასარევი ამინდი გვაქვს. შესანიშნავი. დილამშვიდობისა ჩემო მეგობრებო, როგორ ახართ? მიხარია ის რომ ორდღურად ვიზრდებით, ცოტა-ცოტაობით, მაგრამ მაინც ვიზრდებით და გემოვნებიანი ხალხი გვემატება და ისეთი ადამიანები, რომლებიც არც რჩევებს იშურებენ, არც გულთბილ სიტყვებს და თავიდან ბოლომდე ჩვენთან ერთად არიან. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენ თაგანს და თქვენ განს. როგორც ხედავთ, შესანიშნავი ამინდია, დილიდან მარტო ვარ, მაგრამ ცოტა ხანში ბიჭები თავიანთ საქმეებს მორჩებიან, შემოგვესტუმრებიან და დაწყებულ საქმეს ამას აუცილებლად დავასრულებთ დღეს. წავედი ახლა ქალბატონებს და ბატონ რომეოს მივხედოთ. მოდი გაჭამო გოგო. თუ ბიჭო შეჭკვიანო შენ. ძონძის კუკლა რატო არ წამოიყვანე? ხო და ძონძის კუკლა რატო არ წამოიყვანე, მარტო შენ რო წამოხვედი. ხო მოდი მოვჯანდი. მოდი ნუ გეშინია. როდის იყო მე თქვენ ამას გეუბნებოდით? ნუ გეშინია, ნუ. არავინ არა თქვენთვის არაფრის. ხო მოდი გამარჯობა. ხია? აი გაჭმეო. ჩვეულებრივ ძროხები არიან ესენი მგონია ღორები კი არა. აი ამინდია და გადაუშვი. ამ ყოლიც არ ყავთ თან ის ლოველასი რო აღარა ქუჩისკენ არ ამგონია გაიხედონ და ხანდახან გადმოვხედავ მაინც. ამ ტალახში და იმაში ცოდო აქვს დამწყდეული. წავედი ახლა მე სანამ ბიჭები ჩამოვლენ ჯობია უშველებელი მოჭრილი რაღაცების გროვები რომ აქვს იმის დაწვა დავიწყო თორე ქუში რაც გამოვჭარეთ დღესაც რასაც გამოვჭრით უკვე მთები იქნება და მე მარტო ერთი კაცისთვის ჩემთვის რთულია დასაწვავად. კატა მოვიშინაურეთ დავიმეგობრეთ გუშინაც იყო მოსული მაგრამ ბევრი ბიჭები რო ვეყავით ცოტა მოერიდა და ჩემთან არ ერიდება. თორე ძონძის კუკლას მოვიტყუოთ. და მე ცოტა ხანს პატარა ფერმას ცხოველების ფერმას გავაკეთებთ. ჯორჯო რუელთან ერთად. ორი იქეთა ესენი რაც არ გამომადგება ჯღებისთვის კიდე დამატებული ის პატარები. აი ეს ვენახი. აი ეს ანთია და გუშინ რაც გამოვჭარი დაუზის კუთხეში რასაც ამოვჭრით ამ ჩაჩობებს დღეს ყველა ეგენიც. ის ფილმი გაქვთ ნანახი. ტომ ჰენქსი თამაშობს კასტევეი ქართულად არ ვიცი რა ქვია. რობინზონ კრუზოსავით კონსულზე მარტო რო გარიყოლი და ცეცხლს რო დაანთებს როგორ უხარია. ეგრეა ჩემი საქმე, იმიტომ რომ სველი იყო და გამიჭირდა დანთება. თუმცა მაინც მოვანდე. სიცხეში ცეცხლის დანთებაზე უკეთესი რა შეიძლება იყოს? ახე. ხანდახან ისეთი რაღაცა ლაფსუსები მეპარება ხოლმე ვიდეოში. არ უყურებ საკუთარ თავს, დაჟე გადაღებამდეც სარკეში არ ვიხედებით. ბუნებრიობა, მეგობრებო, ბუნებრიობა. ხალხო ნერვები მაქვს მოშლილი არ გამეკაროთ. რა არ ვცადე და ცეცხლი მაინც ვერ დავანთე. გუშინდელმა წვიმამ თავის იქნა ეთყობა. აი ესე ბჟუტავს, მაგრამ ისეც, ისეც ისიც მივახმარა. დაჟე ლანჩხუთელ შამანთა წიგნში რაც შელოცვები იყო ცეცხლის დანთების ყველა გამოვიყენე, მაგრამ სულ ტყუილად. არ გაამართლა ის შამანები დაბერდნენ. არ ვიცი ყოველ შემთხვევაში სველია შეშა ძალიან და არ ეკიდება. წაბჟუტავს და ეკიდებ, წაბჟუტავს და მაგას ისევ გამოვჭრა ჯობია. რაც ვიცი დანამდვილებით იმ საქმეს მივყოთ ჯობია ხელი. რა სიტყვით თქვენ? ერთი ხელსაწყო, მეორე ხელსაწყო და ნაჯახი და მესამე ხელსაწყო. სამი ხელსაწყოთი მიწევს
მუშაობა რომ ესენი ესე გამოუჭრა. წვრილებს სეკატორით შობიან, გრძელი სეკატორით, იმიტომ რომ დრუჟბისცეps აძრობს. მერე ნაჯახით ვერ მოვერევი დრუჟბით. სხვათა შორის აი ესე მოჭრას ის წყალში რაცა ნაჯახს რო ვურტყავ, მერე წყალს ასხავს და მთლიანად მასველებს. მაგას ჯობია კარგად რო გამოიდარეს კომბინეზონით, შიგნით ჩავიდე და შიგნიდან გამოვჭრა. ბევრად უფრო პროდუქტიული იქნება. Я так думаю. თითის ანაბეჭდის სენსორი ფერმერ ხალხთან არ მუშაობს. რამდენი დღეა უკვე ტელეფონი ჩემ თითს ვეღარ ცნობს. ხო და. არა, კაი ამით გვაქვს ნახეთ მსხლები როგორ აყვავილებულია, ხეები შესათეთრებელი მაქვს. და მე ამის იმას გადავყევი. რა, ეხლა 10 მეტრია სულ აქედან იმ დიდ ხეებამდე და რამდენი ცალი ისა. ესეთი წვრილები და ამით მივყევი და ესე სათითაოდ როდის მოვჭრი და როდის მოვალ აქამდე. აი ეს ახლა ნერვებს მიშლის, ამას ძირი კი არ აქვს, დევს და ვერ ვზიდულობ მარტო რომ ამოვიღო. და ამას ესე როდის გავასუფთავებ მე. მაგრამ არა უშავს. ეგრე საბორი დასასრულებელია, ის დასახნავია, კაი მას დიდ ტრაქტორს დავახნევინებ ჯანდაბას. უკან პატარა ტრაქტორით უნდა დავხნა. კარტოფილი დასათესია, ბოსტნეული დასათესია, საიხვე გასაკეთებელია, იქეთ კვირაში აღდგომის მძიმე კვირა, ეკლესიაში წავიდე უნდა ერთი კვირა მსახურებაზე ვიყო. ასე დროს ერთადერთი რაც დაგჩენია ადამიანს ყოველ შემთხვევაში ერთი ის რომ იუმორი შეგჩეს, ყოველ შემთხვევაში ცოტა დოზით მაინც რომ საკუთარი თავი გაამხიარულო და მეორე შემთხვევაში ხა მე რასაც ვფიქრობ არის ის რომ რაღაც იქნება. როცა იქნება, აი გზაო როდის იქნება, მე რა ვიცი მარტო შრომობო და დაახლოებით ეგა არა. რაც შემძალებს აღემატება, იმას ბუნებრივია დრო დაჭირდება რომ მოხერხდეს და გაკეთდეს და მე ჩემი მხრივ ცდელობას არ დავაკლებ, სანამ შემიძლია და როგორც შემიძლია, ნახეთ რა ლამაზია უკვე. და კიდევ უფრო ლამაზი მინდა რომ იყოს და თან პრაქტიკულიც და პროდუქტიულიც. ხალო ისინი გაქცეული არიან, წეღან ერთხელ მოვიდნენ, დამხედენ, ხო, მე დამხედეს ხომ ხარო ჯგვიანათა და გაიქცნენ მე ისევ სადღაც რაღაცას ჩუჩქნიან. რა ენაღლებათ. 5 საათია, 5 საკლე 10 წუთი. დრო მნიშვნელოვანია დრო არ მოვიტყუებ. ხო და ეხლა წამოვედი მივანები იმის მოჭრას თავი, რომ იმათ დაუძახებ და საჭმელს გავუმზადებ და დაუძახებ და შევყრი სახლში თქო. მაგრამ ნურას უკაცრავად. პაწე! თავისით გამოცხადნენ. ზეპირად იციან განრიგი დრო, თარიღი. ცივი ეგერაა რაღაცებს მაიმუნებს. თავისთვის რაღაცებს. ის პატარა იმას გაყვარა ხუია. პაწეს მარჯვენა ხელი გახდა. ხო და სანამ ბიჭები ჩამოვლენ ის 1 საათი თუ საათნახევარი და ღამებამდე წავიმუშავებთ, სანამ მარტო 1 კაცის შრომას 4 კაცის შრომა ჯობი. ხო და აი ესე უნდა გაზარდოთ ღორები. და რა მარტო ღორები. აჩვენებთ ყველაფერს ასაც მოვიყვან. განა რა გაზდა ინატკბილად მოუბარის ამბავი. ხავი ჩემე კამეჩები უნდა მოვიყვანო მერე. და ვირი მინდა ერთი. არ ვიცი ეშ უნდა გამოვიყენო, მაგრამ მარტო მე ხომ არ ვიქნები ფერმაზე ერთი ვირი და შესაბამისად ორნი ვიქნებით. პაწემ ხო ეგონა მოვიდო და მიყურებს ესე. რატო დაიძახა. მოვიდე მოგიტანო საჭმელი. გამოდი მზეზე შე ვერნილაკის ჰაშათო აუციურ რას გავს რანაირი ტალახიანი ღმერთო ჩემო ამ ქალმა ხომ ვერ ისწავლას ისუსტავი აჰა ეგ პატარა ლოველასიც მოვიდა მოვალ მოგიტანთ საჭმელს ჭკვიანები ხართ თქვენ იმსახურებთ ის კულპაწე კულპარტუნა და როგორიც გამომხედა. არა და ის ისკარი ღია. აი ესა და ის ისკარი ღია და არიციან ღია რომ ერთი ცხრი რომ მოვარტყან გააღებენ და გამოლაჯდებიან, მაგრამ თლათ ეგეთი ჯგანებს კი არ არიან. ბიჭო აკაკი ამერიკულ ჰოლივუდურ ფილმებში პოლიცია რომ მოდის, ხო იცი? ბოლოს კეთილმა რომ ბოლოს ძლია ხალხი დაცხრილეს, ბოროტებამ დამარცხდა, აქეთ მკვდრები ყრია, იქეთ 200 ტყვია, იქით ბომბები, ყველაფერი რომ მორჩა უკვე.
და პოლიცია რო ისე ახლა შედის აქ. მე იმას დავკეტე უკვე და შევალაგე ნივთები და. აბა 15 წუთში და ღამდება და. აი, აგერ ვარ ძმაო მე და. საათნახევარია. მაკედან აქამდეას. ნელ-ნელა. აუქნა. რა მაქვს საქმე? მაგი არ ვიცი, მაგრამ გამაწვალა ნახევარი დღე ვანთე და ვერ დავანთე. სალუტ. კიდევ ერთხელ. ეს რა არის? ხელთათ მალე მადლობთ. უმეტესი მადლობა, შემოწირულობა მივიღეთ. ჯერ ამით უნდა დატკბეს ადამიანი. რო ვიძახი ერთობას დიდი ძალა აქვს, მეთქი არ მიჯერებს არავინ და აჰა 4 კაცის ერთობას რამხელა რამე შეუძლია, აგერ უცებ ქვენით მოიტანე თოკვი. აბატონო თოკვი მოაბი. ოღონდ გახლეჭილია მეხი დაეცა. ხო, მეხი კი დაგაყარევა მეზობლის ქალმა დაუძახა და არა ეგრევე. არა ხუმრო. რადგან აუზის პირში ველური ვარშლი, პანტარა, პალტო. ხო, პანტა მაინც იყოს. აი ხო არაფერი ეთყობა თითქოს აქაურობას, მაგრამ ამით თუ ვიმსჯელებთ გამოჭრილებით, არა, მაინც არა მხოლოდ მე, არამედ ბიჭებმა 1 საათში რაც მომეხმარეს, იმაზე მეტი საქმე მქონიათ, ვიდრე მე მარტო. დღევანდელი დღის დასამშვიდობებლად დაგიტოვებთ ამ ლამაზ კადრებს. უღრმესი მადლობა ჩვენი არხის გამოწერისთვის, ჩვენთან ერთად ყოფნისთვის. შევხვდებით ხვალინდელ ვლოგში.